საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი გაკვეთილის თემაა კანკარის პერიოდი. ანუ ჰარმონიული რხევითი სისტემის პერიოდის გამოთვლა როგორ ხდება და კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ კანკარას. თუ გახსოვთ, ერთ-ერთი მაგალითი ჰარმონიული რხევის იყო კანკარა, რომელიც წინა ეპიზოდში განვიხილეთ. ესე იგი, ჩვენ გვინდა გამოვთვალოთ, თუ რისი ტოლი იქნება ერთი სრული რხევის პერიოდი. თუ დავფიქრდებით ამ პრობლემაზე და გავიხსენებთ აი ამ ბურთულის მოძრაობის გრაფიკს, ალბათ გაგვახსენდება, რომ ამ მოძრაობის დროს იცვლება არა მარტო გადაადგილება, არამედ სიჩქარეც და თქვენ წარმოიდგინეთ აჩქარებაც კი. ანუ არაფერი არ არის მუდმივი, იმის მიუხედავად, რომ ეს მოძრაობა შეიძლება უბრალოდ მოგეჩვენოთ, საკმაოდ ადვილი მოძრაობაა, სინამდვილეში გადაადგილებაც იცვლება, სიჩქარეც იცვლება დროში და აჩქარებაც იცვლება. ჩვენ კი არა გვაქვს განტოლება, რომელიც მოგცემდა საშუალებას ცვალებადი აჩქარებისთვის დაგვეთვალა სხვადასხვა სიდიდეები. აბა როგორ გამოვთვალოთ პერიოდი? მე მინდა გამოვთვალოთ დრო, რა დროის განმავლობაში ეს ბურთულა წავა და დაბრუნდება უკან. ხო? როგორ გამოვთვალო ეს დრო? ამისათვის, რადგან პირდაპირი გზა რთულია, ამიტომ შეიძლება ერთი ესეთი დაკვირვება განვახორციელოთ. მოდით შევადაროთ აი ესეთი მოძრაობა, წინ და უკან მოძრაობა, ტრიალის მოძრაობას, ანუ როდესაც ეს ბურთი წრეზე ტრიალებს. თქვენ ხედავთ, რომ მოძრაობა ძალიან გავს ერთმანეთს. საკმაოდ ძნელი განსასხვავებელია, ესე იგი, წინ და უკან მოძრაობდა ეს ბურთი თუ წრეზე ტრიალებდა. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც სჭირდება ბურთულის დაბრუნებას საწყის პოზიციაში, აი ამ წინ და უკან სვლისთვისაც, ანუ სწორხაზოვანი კანკარისთვის და წრეზე მოძრაობისთვის არის ერთი და იგივე. ამიტომ, მოდი მე გავიადვილებ ჩემს ამოცანას და გამოვთვლი პერიოდს არა ჰარმონიული რხევისთვის, არამედ წრიული მოძრაობისთვის და ამავდროულად მე ვხედავ, რომ ეს დროის მონაკვეთი, რაც სჭირდება ბურთულის დაბრუნება საწყის პოზიციაში, არის ერთი და იგივე. რატოა წრიული მოძრაობა უფრო ადვილი განსახილველი? იმიტომ გავიხსენოთ, ბურთულის სიჩქარე წრეზე მოძრაობის დროს არ იცვლება. ანუ მე თუ გამოვითვლი წრიული მოძრაობის პერიოდს, ანუ დროის მონაკვეთს, რაც სჭირდება ბურთულას, რომ დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაში, იგივე დროის მონაკვეთი იქნება მართებული სწორხაზოვანი კანკარის პერიოდისთვის. ახლა კი შევუდგეთ ჩვენი ამოცანის განხორციელებას. ამისათვის გავაკეთოთ ჩანახატი. ანუ ჩამოკიდული არის ბურთულა, რაღაც კუთხეზე არის გადახრილი და იგი სწორხაზზე კი არ მოძრაობს, არამედ ტრიალებს რაღაც აი ესეთი R რადიუსის წრეზე. R რადიუსი, როგორც ხვდებით, იქნება ჩვენ შემთხვევაში ამპლიტუდა აი ამ კანკარის. იმისათვის, რომ ჩვენ გამოვთვალოთ ჩვენი პერიოდი, ანუ აი ეს დროის მონაკვეთი, რაც სჭირდება ბურთს რომ დაბრუნდეს საწყის პოზიციაში, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რომ ვიცოდეთ აი ამ კანკარის სიგრძე და ჩვენ ვნახავთ, რომ აი ეს საკმარისი მონაცემია, რომ გამოვთვალოთ პერიოდი. ახლა კი შევუდგეთ ჩვენს გამოყვანას აი ამ პერიოდის გამოსახულების. განვიხილოთ ჩვენი ბურთულა, რომელიც წრეზე მოძრაობს. რა ძალები მოქმედებს მასზე? ერთი ძალა, რა თქმა უნდა, მასზე მოქმედებს გრავიტაციის მიზიდულობის ძალა, mg და მეორე ძალა მასზე მოქმედებს თოკის დაჭიმულობის ძალა. რამე თუ რომ არ იყოს თოკი, რა თქმა უნდა, ჩვენი ბურთულა არ იმოძრავებდა წრეზე. ტეთი აღნიშნოთ დაჭიმულობის ძალა, ხოლო mg, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის მიზიდულობის ძალა. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ სხეულზე მოქმედი ძალების ჯამი, ანუ ჩვენ შემთხვევაში თოკის დაჭიმულობა პლუს
mg ყოველთვის უდრის სხეულის მასა გამრავლებული სხეულის აჩქარებაზე. ოღონდ ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბურთულა მოძრაობს წრეზე. ხოლო როდესაც სხეული მოძრაობს წრეზე, ჩვენ ვიცით, რომ მისი აჩქარება მოდულით არის ცენტრის კენული აჩქარების ტოლი, ანუ v კვადრატი შეფარდებული r-თან. ეხლა, როგორც ხედავთ, ეს ვექტორი აღარ არის უკვე, ამიტომ აი ამას ერთეულოვან ვექტორ n-ზე გავამრავლებ, რომლის მიმართულება არის, ესე იგი, ცენტრისკენ, ხოლო სიგრძე არის 1. ეს არის ჩვენი ნიუტონის მეორე კანონი ვექტორული ფორმით. იმისათვის, რომ ჩვენ ამოვხსნათ ვექტორული განტოლება, ცხადია ის კომპონენტების სახით უნდა ჩავწეროთ. ამისათვის ავირჩიოთ ათulis სისტემა. ჩემი ათulis სისტემა იქნება მიმართული აი ასე. ეს არის ჩემი y ღერძი, ეს არის ჩემი x ღერძი. და აი ამის მიხედვით დავაგეგმილებთ აი ამ ჩემს ვექტორებს. შესაბამისად, ყურადღება მივაქციოთ, რომ დაჭიმულობას აქვს y კომპონენტიც და x კომპონენტიც, ხოლო ჩვენს მიზიდულობის ძალას აქვს მხოლოდ y კომპონენტი. ნახოთ ახლა რა შედეგებს მომცემს ამისი კომპონენტებად ჩაწერა. ესე იგი, გამოდის შემდეგი. დავიწყოთ x კომპონენტისგან. x კომპონენტისთვის აი ეს x კომპონენტი იქნება თვითონ ამ ძალის სიგრძე, ანუ ძალის აბსოლუტური მნიშვნელობა გამრავლებული აი ამ ალფა დავარქვათ ამ კუთხეს, აი ამ კუთხის სინუსზე. ხო? იმიტომ რომ ეს არის მიმდებარე კათეტი, ხოლო ეს არის თვითონ ძალა არის ჰიპოტენუზა. ანუ ჩავწეროთ t-ს აბსოლუტური მნიშვნელობა გამრავლებული სინუს ალფაზე მაძლევს მე უნდა მაძლევდეს აი ამ ცენტრისკენული ძალის x კომპონენტს. ცენტრისკენული ძალა თვითონ x-ის გასწვრივ არის მიმართული, ამიტომ მისი კომპონენტი, მისი აბსოლუტური მნიშვნელობის ტოლი იქნება, ანუ ეს იქნება mv კვადრატი გაყოფილი r-ზე. ეს x კომპონენტი. ახლა ჩავწეროთ y კომპონენტი. დაჭიმულობას აქვს ასევე y კომპონენტი, რომელიც მოდი პირდაპირ ჩავწეროთ რისი ტოლი იქნება y კომპონენტი. როგორც ხედავთ, ესე იგი დაჭიმულობის y კომპონენტი არის t გამრავლებული ალფას კოსინუსის მიმდებარე კათეტია უკვე ეს კომპონენტი, ხო? ამიტომ t გამრავლებული კოსინუს ალფა მინუს, ესე იგი მიზიდულობის ძალის კომპონენტი y ღერძზე. შეხედეთ, ეს ქვევით არის მიმართული, y ღერძი ზევით არის, იქნება მინუს ნიშნით მინუს mg უნდა უდრიდეს. ეხლა ჩვენი რას უნდა უდრიდეს? რა არის ჩვენი ბურთულის აჩქარების y კომპონენტი? მოძრაობს ჩვენი ბურთულა y ღერძის გასწვრივ, ან ზევით ადის, ან ქვევით ჩამოდის? არა, არ მოძრაობს ეს ბურთულა, იგი მოძრაობს მხოლოდ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამიტომ მისი ვერტიკალური კომპონენტი აჩქარების იქნება უბრალოდ 0. საიდანაც ჩვენ ვიღებთ, რომ t კოსინუს ალფა უდრის mg-ს და აქედან ჩვენ შეგვიძლია თვითონ დაჭიმულობის ძალა t-ს გამოვსახოთ, რაც იქნება უბრალოდ mg გაყოფილი კოსინუს ალფაზე. ჩავსვათ ეს მიღებული ძალა ზევით გამოსახულებაში და მაშინ მივიღებთ შემდეგ სიდიდეს. მოდი ამას წავშლი და ჩავსვავ, ესე იგი mg შეფარდებული კოსინუს ალფა და ეს იყო გამრავლებული სინუს ალფაზე. ანუ მე მივიღე შემდეგი ტიპის განტოლება mg გამრავლებული სინუს ალფა შეფარდებული კოსინუს ალფასთან გავიხსენოთ, რომ არის ტანგენს ალფა და უდრის mv კვადრატი შეფარდებული r-თან, სადაც r არის რადიუსი ჩვენი წრეწირის. მასები შეიკვეცა და ეხლა ერთ რაღაცაზე მინდა რომ დავფიქრდეთ. ზოგადად, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ქანქარას, ქანქარის პერიოდი შეიძლება იყოს მოცემული უბრალო გამოსახულებით მხოლოდ მაშინ, როდესაც კუთხე, გადახრის კუთხე გვაქვს მცირე. ანუ არა ესეთი დიდი კუთხეებისთვის,
ამ დიდი კუთხეებისთვის უფრო რთული გამოსახულება გვაქვს, არამედ პატარა კუთხეებისთვის. ხოლო მცირე კუთხეებისთვის ჩვენ გვაქვს საინტერესო მიახლოებითი ტოლობა. რა მიახლოებითი ტოლობა? რომ ტანგენს ალფა კარგი სიზუსტით უდრის სინუს ალფას. ხოლო სინუს ალფა აი ამ ნახაზიდან გამომდინარე არის სხვა არაფერი თუ რადიუსი ჩემი წრეწირის შეფარდებული აი ამ კანკარის სიგრძესთან. ანუ უდრის რადიუსი შეფარდებული კანკარის სიგრძესთან. ანუ ჩვენ აი ესეთი მიახლოებითი ტოლობა დავწერეთ, რომელიც მართებულია მცირე კუთხეებისათვის. ახლა კი შეგვიძლია ამ ყველაფრის გამოყენებით მიუახლოვდეთ ჩვენ ამოცანას. ესე იგი, ჩემი მიზანია მე გავიგო აი ეს სიჩქარე, რა სიჩქარით ტრიალებს ბურთულა. ვეცდები რომ გამოსახო სიჩქარე, პირველ რიგში ტანგენს ალფას მაგივრად ჩავსვათ აი ეს გამოსახულება და მაშინ ჩემი განტოლება იქნება შემდეგი. Ჟ გამრავლებული ვსვაო არის შეფარდებული L-თან ტანგენს ალფას მაგივრად უდრის V კვადრატი შეფარდებული R-თან და აქედან გამოვსახავ V-ს, ანუ ამ ბურთულის სიჩქარეს, აქედან V იქნება, როგორც ხედავთ, ესე იგი PSV Ჟ შეფარდებული L-თან გამრავლებული R-ზე. ანუ V კვადრატი არის Ჟ შეფარდებული L-თან გამრავლებული R კვადრატზე და P-ს რომ ამოვიღებთ, მივიღებთ აი ამ გამოსახულებას. ანუ ეს არის ის სიჩქარე, რა სიჩქარითაც ბურთულა ტრიალებს. მოდი დავფიქრდეთ, რა დრო დაჭირდება ბურთულას, რომ ერთი სრული წრე დაარტყას. ანუ საიდანაც წამოვიდა, ისევ იქ რომ მივიდეს. ანუ როგორ გავიგოთ პერიოდი ამ მოძრაობის, ხო? რა არის გავლილი მანძილი ერთი წრე რომ მოარტყას? ეს გავლილი მანძილი იქნება 2 π r, ხო? წრის გარშემოწერილობის სიგრძე. ხა ეს მანძილი ჩვენ უნდა გავყოთ სიჩქარეზე და მაშინ მივიღებთ დროს, რასაც ჩვენ ვეძებთ. ანუ წრის გარშემოწერილობა გაყოფილი სიჩქარეზე ჩვენი ბურთულის მომცემს აი ამ პერიოდს. რასაც მე ვეძებდი და მოდით აი ამ სიჩქარის მაგივრად ჩავსვათ ჩვენი გამოსახულება, რომელიც ცოტა რთულად გამოიყურება, მაგრამ რას ვიზავთ? ასეთია რეალობა, Ჟ შეფარდებული L-თან და აქედან შეგვიძლია ჩვენ გავაუბრალოთ, R-ები შეიკვეცა, როგორც ხედავთ და ამას ნახავთ, რა უნდა შეკვეცილიყო კიდეც. პერიოდი მივიღეთ ჩვენ 2 π გამრავლებული, ესე იგი ეს ატრიალდება და L შეფარდებული Ჟ-სთან. ესე იგი შეგახსენებთ, ეს არის კანკარის მოძრაობის პერიოდი, იმ შემთხვევაში თუ კუთხე არის მცირე. და მოდით ახლა გავიაზროთ თუ რას გვეუბნება ეს ფორმულა, რამდენად ემთხვევა ეს რეალობას. პირველ რიგში ჩვენ ვიცით, რომ კანკარის მოძრაობის პერიოდი ექსპერიმენტებიდან ჩვენ ვიცით, რომ აი ეს პერიოდი არ არის დამოკიდებული ამპლიტუდაზე. ჰარმონიული რხევის პერიოდი ამპლიტუდაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ხო? და მცირე ამპლიტუდებისთვის ეს მართლაც ასეა. ჩვენ აი ამ პერიოდის მიღების პროცესში ვნახეთ, რომ რადიუსი ამ წრეწირის შეიკვეცა, ანუ მნიშვნელობა არ ქონია ამ რადიუს მცირე კუთხეებისთვის. ასეც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ეს პერიოდი დამოკიდებული ამპლიტუდაზე. მეორე, რასაც ეს ფორმულა გვეუბნება, შეხედეთ, თუ სიგრძე გაიზარდა, მეტი დრო უნდა დაჭირდეს კანკარას და შევამოწმოთ ესეც. ისედაც ვიცით, რა თქმა უნდა, წინა ეპიზოდებიდან, მაგრამ ესე იგი რაღაც პატარა ესე იგი სიგრძისთვის თუ აი ესეთი პერიოდია, როდესაც სიგრძეს ჩვენ გავზრდით, რა თქმა უნდა, მეტი დრო ჭირდება აი ამ პროცესს რომ დაბრუნდეს საწყის წერტილში. ანუ შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ გამოვიყვანეთ უკვე ფიზიკური განტოლებებიდან გამომდინარე პერიოდი კანკარისთვის. ანუ კანკარა არის მაგალითი ჰარმონიული რხევითი სისტემის, ხო? გამოვიყვანეთ ეს პერიოდი და ამისათვის გამოვიყენეთ ერთი საინტერესო შედარება ორი მოძრაობის. პირდაპირ ამ პერიოდის გაგება იქნებოდა ძალიან რთული, ამიტომ ჩვენ ეს მოძრაობა შევცვალეთ ტრიალის მოძრაობით და გავითვალისწინეთ, რომ აი ეს დრო, რაც ტრიალს სჭირდება, არის
იგივე რაც ჭირდება წინ და უკან წამოსვლას და აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს შედეგი. აი სულ ეს იყო დღეისთვის, რაც მინდოდა მეთქვა კანქარის პერიოდზე. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.